კუთხის მოთამაშისთვის დაცვის არეალი არის დაახლოებით ეს ტერიტორია, იგი დგას პირველი, როცა ბურთი არის საპირისპირო მხარეს, იგი ამოდის დაახლოებით 9 მეტრიან ნიშნულთან, ეცადოს ჩაჭრას მომავალი პასები. როცა ბურთი უკვე აქეთ გადმოვა, იგი უნდა დაბრუნდეს 6 მეტრიან ნიშნულთან და შეუშალოს აი ამ მოთამაშეს შეხტომაში ხელი. გაჩერდი? აი ამ დროს კუთხე ვალდებულია ესე სწორ ფეხზე არ იდგეს. იგი უნდა იდგეს დაახლოებით ამ პოზიციაში, რადგან დაფაროს ეს სივრცე და არ მისცეს მოთამაშეს პასის გაკეთების საშუალება. გაჩერდი? ამ დროს არასწორია კუთხე, როცა დგას აქ, რადგან ხედავს თავისმა გუნდელმა დაკარგა თავისი მოთამაშე. ამ დროს კუთხე აკეთებს ამ მოძრაობას, გადმოდის და ეხმარება თავის გუნდელს, რათა არ შევიდეს მოწინააღმდეგე ჩვენ ზონაში. ამ ვიდეოში აგიხსენით კუთხის მოთამაშის მოვალეობები დაცვის თამაშის დროს, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია თამაშის მსვლელობის პროცესში კუთხის მოთამაშისთვის.